დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე, ჩემი საზოგადოების წინაშე დღეს აქ ყოფნა. დიდი მადლობა ინტერესისთვის. დიდი მცდელობა იყო, რომ ჩამოგვეყვანა ცნობილი პოლიტოლოგები, ექსპერტები საერთაშორისო ურთიერთობებისა, სოციალური კომენტატორები და მე მგონი საინტერესო ღონისძიებები გამოგვივიდა ამ ბოლო 2 დღეში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. Thank you all very much for coming. I would ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანეთ. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პარტნიორები, კოლეგები, წარმოგიდგინოთ ჩვენი პანელისტები და ასე რომ იმედი მაქვს რომ თქვენ მოგეწონებათ ჩვენი სესია. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ეს გახლავთ მეორე სესია. ჩვენ დღეს ახლა ვსაუბრობთ უკვე ძალიან საინტერესო საკითხზე, რომელიც არის მართლაც საინტერესო და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნისთვის, როგორც თქვენია. ეს არის ჩვენ ყავს პროფესორები კენტის უნივერსიტეტიდან, კენტერბერიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბატონი ნიკოლო პეტროვი, რომელიც გახლავთ უნივერსიტეტიდან წარმომადგენელი. ისინი ეს გახლავთ ასევე ნორვეგიიდან უნივერსიტეტის პროფესორი, ძალიან პოპულარული კომენტატორი საერთაშორისო საკითხებისა. ჯაფ ტელიფეროუ. ეს გახლავთ პროფესორი პოლიტიკური მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან, ტაფტის უნივერსიტეტიდან. თბილისიდან შეგვყავთ ბატონი ოტარ გრიგორია, რომელიც გახლავთ ოცნების პარტიიდან წარმომადგენელი და არის მერიიდან და ჩვენ ყავს ასევე ბრიტანელი დიპლომატი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო სტრუქტურებში ბრიტანეთისა, ანდრიუს მიკური, რომელიც არის კომენტატორი ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, ის ძალიან საინტერესო გადაცემებს აკეთებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, რომ შემოგვიერთით. ჩემთვის დიდი პატივი არის, რომ წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი შესანიშნავი დიპლომატი ამერიკის შეერთებული შტატებისა. იგი მუშაობდა რეიგანის დროს, საბჭოთა კავშირში იყო ელჩი. მე მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან საინტერესო თემა, რომელზედაც უნდა რომ გაგაცნოს თქვენ. ეს იყო იმ იდეოლოგიის შესახებ, რომელიცაც იმ პერიოდში სწორედაც და მე მინდა წარმოგიდგინოთ ელჩი ჯეკ მატლოკი. ქალბატონებო და ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია შემოგიერთდეთ თქვენ დღეს აქ თბილისში. ჩემი პირველი ვიზიტი დაახლოებით 30 წლის წინათ იყო. მე მანამდე კი ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე. ეს თემა ჩვენი მოხსენებისა ის გახლავთ საქართველო და დანარჩენი სამყარო, თანამედროვე სამყარო. საქართველო არის პატარა ქვეყანა და ჩვენ ყველას გვაინტერესებს თუ როგორ უნდა იბრძოლოს მან, ვინაიდან გარემო არის მცლადი, კონკრეტულად გეოპოლიტიკური ცლადი გარემოში. როგორ უნდა გაიაროს მან. ჩემი კარიერის განმავლობაში საგარეო ურთიერთობებში ძალიან ხშირად სხვადასხვა მომენტებს გავდიოდი და მე ძალიან კარგად მახსოვს ცივი ომი. ცივი ომის დროს არც ერთი მხარე არ იყო დამარცხებული. გარდა იმისა, თუ არ ვიტყვით, რომ ბევრი ადამიანი, ვინც მოქმედებდა ორივე მხარეს, მათზე მოქმედება ჰქონდა ამ ყველაფერს. ჩემო უნივერსიტეტმა ამ დროს გამოსცა წიგნი სუპერძალაუფლების ილუზია. და აქ არის საუბარი ძალიან საინტერესო აი ამ ილუზიებთან დაკავშირებით და იმის შესახებაც თუ როგორ უნდა დაუბრუნდეთ რეალობას. სამწუხაროდ ეს ყველაფერი კვლავ გრძელდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებელია ყველა ნაბიჯის გადადგმა. მე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო დემოკრატიული ხდება, ისწრაფვის დემოკრატიისაკენ, უფრო მშვიდებიანი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მინდა გითხრათ, რომ მაგალითად უფრო ძლიერი ქვეყნები, რომლებიც არიან, რომლებმაც წესით უნდა დაეხმარონ სხვა ქვეყნებს, რომ შექმნან დემოკრატიები და ეს იყო უკვე
კარგად განხილული და დადგენილი, რომ ერთ-ერთი შესანიშნავი გზა არის ისეთი ქვეყნებისთვის, რომელსაც სჭირდებათ დაცვა. აი ეს სუპერ ძალაუფლებები ცდილობენ რომ დაეხმარონ აი ამ შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, თუმცა ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ის შემოbrunდება და მტრად აღიქვამენ ასეთ დამხმარე ქვეყნებს. ბატონმა პროფესორმა რუსეთის საუბრობდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაღაც მომენტებში ჩვენი პოლიტიკა იყო იმპერიალისტური. ახლა როცა შემოდის ახალი პოლიტიკა, ადამიანებს გონიათ, რომ ეს რაღაცაში დაეხმარებათ. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ დემონიზაცია ისეთი მოქმედებებისა, რომლებიც არ არის მიმართული ბოროტებისკენ. თუმცა ფაქტი ის გახლავთ, რომ იმის მცდელობა, რომ შეიქმნას ეგრეთ წოდებული ლიბერალური სამყაროს წესი, ასე ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ მისთვის აუცილებელი არის სისტემების ცვლილება, სისტემების მორგება და ისეთი კონფლიქტების თავიდან აცილება, როგორიც მოხდა მაგალითად ვთქვათ უკრაინაში. და აგერ ევროპის გარეთ ჩვენ ასევე გვაქვს პალესტინაში გენოციდის შემთხვევები. ჩვენ ასევე გვყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ჩინეთთან ომის შესახებაც კი. ასე რომ ეს არის საკმაოდ არასწორი კონცეფცია, არასწორი ხედვა. იდეა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს კაცობრიობას აქვს ესეთი მიმართულება დემოკრატიული სისტემისკენ ან რომელიმე სხვა სისტემისკენ, ეს მარტივად არის შეცდომა, იმიტომ რომ მსოფლიო სავსე არის სხვადასხვა კულტურებით და რა თქმა უნდა სხვადასხვა ღირებულებებითაც, ზუსტად ისევე როგორც სხვადასხვა იდეები ამოძრავეთ მათ. ამიტომაც რა თქმა უნდა ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ რაღაცა თეორია იქნება უკეთესი, რაღაცა უარესი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრძნული, რაც მაკიაველიმ ბრძანა, გახლავთ რომ არაფერი არ არის იმაზე რთული, გარდა იმისა, რომ თქვენ შეცვალოთ კულტურა, ქვეყნის კულტურა. ეს თქვა მაკიაველმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვესმის, რომ დიახ, ცვლილებები მოდის. ცვლილებები არის ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ საიდან, რომელი მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატებმა გამოიარა ცივი ომი. სხვათა შორის იგი დასრულდა მოლაპარაკებით, მაგრამ არა არანაირი გამარჯვებით. მოგეხსენებათ ასევე ახლა უფრო ძლიერმა ეკონომიკამ ვიდრე ძლიერმა სამხედრო ძალამ შეიარაღებულმა. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, გამოვიყენოთ ეს კონცეფციები ისე, რომ ისინი არ იყვნენ ძალადობრივი. თუ კი ვინმეს რაღაცას ვაიძულებთ, ხო? აი რბილად რომ ვთქვათ, უნდა კარგი გზით წავმართოთ და უნდა მოვახდინოთ ამ დახმარების დემონიზაცია. დემოკრატია უნდა, ახლა ჩვენ არ ვამბობთ, რომ კიდევ თუ არა ყველა ქვეყანაში უნდა აშენდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია, უბრალოდ გადასვლა მოხდა. მე ვფიქრობ, რომ შეცდომა არის, როდესაც ჩვენ რაღაცაზე ძალიან დაჟინებით ვამბობთ, რომ მაგალითად ზოგიერთი დემოკრატიული მახასიათებელი გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი ისეთი დამახასიათებელი თვისებები აქვს შეერთებულ შტატებს, რომელიც შეგასულაც არ იყოს დემოკრატიული. ახლა არის ისეთი მიმდინარეობები, მიმართულებები, რაც ადრე არც კი გაგვიგია, არის გადახვევები ჩვენს შორის, ჩვენი ხედვათა შორის. ამიტომ აქ ალბათ ახლა შეიძლება ზოგჯერ რაღაც იდეები გვესმის გამოსვლები, რომელიც გამოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებებით, სამხედრო მოქმედებებით მის ფარგლებს გარეთ. ახლა როცა ნატოზე ვსაუბრობთ, ნატო ეს არის თავდაცვითი ალიანსი. ხო? და მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი გახდათ პოტენციური საშიშროება აღმოსავლეთი ევროპისთვის, მაშინ იმპერიოდში შეიქმნა სწორედაც ნატო. ამიტომ ახლა
არ არის რაიმე მიზეზი ნატოსთვის რომ კიდევ გააგრძელოს მან გაფართოება და ასე შემდეგ. ნატოს შექმნა იყო აი ესეთი ასე ვთქვათ თავდაცვითი ალიანსი და არა თავდასხმითი ალიანსი. მე მესმის რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს უნდა რომ მომავალი იყოს უზრუნველყოფილი ნატოში წევრობით. სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ ეს არასწორი კონცეფციაა, არასწორი ხედვაა. მე ახლა კიდევ უფრო სიღრმისეულად ვხვდები რომ თუ საქართველოს ინტერესი იქნება რომ მან არ ვიცი როგორ ვთქვა შეინარჩუნოს საუკეთესო ურთიერთობები მაქსიმალურად საუკეთესო ურთიერთობები მის ყველა მეზობელთან და ასეთ შემთხვევაში საქართველო არის ძირითადად ამ სამხრეთ კავკასიის ნაწილი ამიტომ მისი მომავალი უნდა ითვალისწინებდეს ამ არეალს და მშვიდობიანად უნდა განიხილოს ეს ყველაფერი მე მესმის რომ ადამიანები გადიან ქუჩაში მე მახსოვს როცა ვარდების რევოლუცია მოხდა დიახ შეიძლება მრავალ თქვენთაგანს სწორედ ახსოვს ეს და პროტესტსა გამოთქვამდა იგი მაგრამ მინდა გითხრათ რომ ზოგადად ჩვენ უნდა მოვაგვაროთ მშვიდობიანად ყველა ჩვენი პრობლემა ძალადობა არსად არ უნდა მოხდეს არსად და მე ვფიქრობ ასევე რომ ალბათ არ უნდა მოვახდინოთ დემონიზაცია იმ პოლიტიკების, იმ მიმდინარეობების, რომლებიც ადამიანების გონებაში იხარშება და ბევრი ორგანიზაციის მიერ არის ჩამოყალიბებული წლების განმავლობაში, თუნდაც მაგალითად იგივე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ობიექტურად უნდა გვესმოდეთ ჩვენს, რომ უცხოელებს არ შეუძლიათ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის აშენება და თან მით უმეტეს ვთქვათ ისეთი დემოკრატიის, როგორიც თვითონ აქვს თავიანთ ქვეყანაში, იქ სხვა წანამძღვრებია. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე ძალღონე უნდა იხმაროს, რომ თავის ყველა მეზობელთან, განსაკუთრებით ყველაზე დიდ მეზობელთან, მაქსიმალურად კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. ბატონო ელჩო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რაღაცა ახალს ვაკეთებთ, რაღაც ახალი ხდება ჩვენს გარშემო, რომელიც არ ყოფილა აი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, ის გახლავთ ჩვენი ისტორია. ის რაც ხდება ახლა, ეს ქმნის ჩვენს დღევანდელ ისტორიას. ამიტომაც სხვათა შორის ადამიანების მეხსიერებას აქვს საკმაოდ ესეთი ჯიუტი ხასიათი. იგი ინახავს საკმაოდ დიდხანს ამ ისტორიებს და მაინდა-მაინც არ უნდა დავიწყება წარსულისა. ძალიან ხშირად საჭირო არის რომ უკან დავბრუნდეთ და ნახოთ დავძლიოთ ესეთი მწვავე ნაციონალიზმი რომლისთვისაც დამახასიათებელი არის საკმაოდ მწვავე რეაქციები. მაგალითად ბოლო არჩევნების დროს ჩვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებთან მიმართებითაც ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში ჩემის აზრით ავშალოთ ისტორია დავივიწყოთ ეს არ არის ხომ შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა რა თქმა უნდა უკვე იერარქია ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებში შეიცვალა გაჩნდა ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი და აქ სწორედ 30 წლის შემდგომ ვართ ჩვენ აქ და ძალიან ასეთი გარკვეულწილად ხვდით როგორ ვუბრუნდებით ჩვენ მულტიპოლუსობას და არა ვთქვათ რაღაცა უნიპოლუსობას. ამიტომ ჩემი შეკითხვა პენალისტებისთვის არის ასეთი, ანუ მონაწილეებისთვის ვინც ხედან იქ ეს არის რაც გაგრძელდება 30 წელი და გაგრძელდება და შემდეგ კიდე ხარ მოგვიწევს ისევ დაუბრუნდეთ უკვე ან ლიბერალურ ნაციონალიზმს ან ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს როგორ ფიქრობთ თქვენ ეს დიდხანს დარჩება ჩვენთან ეს დღევანდელი მიდგომები? დიდი მადლობა ბატონო ლაშა, დიდი მადლობა და დიდი მადლობა ბატონ ელჩს მეტლოქს
მე მოვისმინე 1989 წელს მისი გამოსვლა. იგი გამოდიოდა უნივერსიტეტში და გააკეთა გარკვეული შენიშვნები, კომენტარები და ასე მეორეჯერ ახლა მე მისმენ მას 2025 წელს. ის რაც მან ბრძანა, რამდენიმე სიტყვა მინდა მას დავამატო. რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ ველოდები, რომ მოხდება ასე ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი. იმიტომ რომ როდესაც უნიპოლარული მომენტი არსებობდა, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც ჩვენ გქონდა პერიოდი ცივი ომისა, მას შემდგომ კიდევ რაც დაიგრა საბჭოთა კავშირი, ამის აუცილებლობა ნამდვილად აღარ არსებობდა. ამიტომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე ვუყურებდი და იმედი მქონდა, რომ გვექნებოდა მრავალპოლუსური საერთაშორისო გარემო. რუსეთის ფედერაცია, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ეს ადამიანები ერთ მხარეს იყვნენ ცივი ომის დროს, ხოლო მეორე მხარეს იყო დასავლეთი. გასული 10 წლეულების განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. დილემა ალბათ ის არის საქართველოსთვის და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებისთვის მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ გამختარიყვნენ ნატოს წევრები, ასევე ევროპის ოჯახის წევრი და დაეწყებინათ ის ყველაფერი, რაც იყო ადრე საბჭოთა პერიოდში, მაგრამ აქ დავიწყებული იქნენ ნაწილობრივად გეოგრაფიის ძალა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ეს უკვე აღარ იყოს არჩევანი. ის რასაც ახლა ჩვენ ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატებში, ეს არის განსაკუთრებით ევროპის მიმართ, იგი ცდილობს, რომ ეს თავისი რაღაც კავშირები უფრო შეამსუბუქოს. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, სამხრეთმა კავკასიამ უნდა გაითვალისწინოს ეს რეალობა. ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს, რომ ვიღაცის დასახმარებლად მოვიდეს სადმე და სხვა შორის ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც გააკეთებს იგი უკრაინაში. იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა ამიტომ მე მინდა სხვებსაც გადავწე ეს მიკროფონი. შეიძლება ბევრი ვინმე მე სულაც არ დამეთანხმოს და პირიქით გამაკრიტიკოს კიდეც, მაგრამ ნუ აქ იმისთვის ვართ, რომ სხვადასხვა აზრები გამოთქვათ. ერთ-ერთი თემა, რომელიც ამ რომელსაც ეს სესია ეძღვნება, ეს არის მრავალპოლუსური სამყარო. და რა თქმა უნდა, ჩვენ ეხლა ვართ აბსოლუტურად გარდაუვალ მდგომარეობაში, როდესაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მულტიპოლუსობა. ძალიან ბევრი სტატია გამოდის, იბეჭდება, სხვადასხვა წამყვან და ამბობენ, რომ ეს არის მითიო, მულტიპოლუსობა არის მითიო და ამის ბევრი სტატია არის. მე სულ რამდენიმე სიტყვა მინდა გაგაცნობთ 4 დეფინიციას, რომელიც ამ თემას ეძღვნება. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის მითიო, ახლა მას აქვს როგორც გამართლება, ასევე შეიძლება გავამტყუნოთ კიდეც ასეთი მიდგომა. ეს არის პერსპექტივა, მაგალითად, თქვათ, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების კლასიკური საერთაშორისო ურთიერთობებიდან. ბატონი ვოლფოსი და მისი კოლეგები არც თუ ისე დიდი ხნის წინათ სწორედ საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლუსი ეს არის ძალაუფლების ცენტრი, რომლის გარშემოც ხდება ბრუნვა. ასე ვთქვათ, აი მთელი უფლებებისა, ეკონომიკის, რბილი ხელისუფლების და სხვა. და ამ დეფინიციიდან გამომდინარე, გაკეთდა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დეფინიციიდან გამომდინარე, დღეს მხოლოდ ერთი პოლუსია და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებიო. ყველაფერი დანარჩენი მე ვიტყოდი, რომ ეს არის იდეალისტური და ალბათ არის რაღაცა უფრო წარმოსახვის ნაყოფი. იმიტომ რომ უნიპოლარული მომენტი, ეს რომელიც 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა, სწორედ მაშინ
იყო საუბარი ამ მომენტის გამოყენებაზე, დღემდე იგი კვლავ ძალაშია. ასე რომ აქ არ არის საუბარი ვთქვათ ატომური იარაღის ფლობაზე, აქ არის საუბარი ზოგადად სისტემაზე. ახლა მეორე ეს ცენტრი ეკონომიკური ძალაუფლებისა რა თქმა უნდა გადადის უკვე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და მე მინდა გითხრათ რომ სადღაც იგივე საუდის არაბეთში, ინდონეზიაში და ასე შემდეგ. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე მინდა გითხრათ რომ ახლა უკვე ზოგადად წყნარი ოკეანე და ოკეანეთი ხდება აი ეს ცენტრი და ნაკლებად უკვე ატლანტიკის ოკეანე და ესე იგი ატლანტიკის ქვეყნები. როცა ჩვენ მშპ-ზე ვსაუბრობთ, ანუ მთლიან შიდა პროდუქტზე, ეს აღარ არის მხოლოდ განსაზღვრელი, თუმცა ერთ-ერთი უძლიერესია. ყველაზე მთავარი საკითხი ეს არის მრავალფეროვნება ხედვებისა, სხვადასხვა ცივილიზაციათა მიდგომები, ორგანიზების და ცენტრების გაკეთება პოლიტიკურ ასევე აღმოსავლეთზე და დაბალანსება იმ ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ გლობალური სამხრეთიც ისევე გავითვალისწინოთ, როგორც გლობალური აღმოსავლეთი. ჩემი პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ორ მოდელზე, მსოფლიო წესრიგისა არსებობდა მანამდე მოგახსენებათ თქვენ ორი, ეს იყო საბჭოთა მოდელი და ამერიკული მოდელი და ეხლა არის რუსულ, ჩინური და ასევე არის ინდოჩინური და ასე შემდეგ. ამიტომაც აუცილებელი არის რომ ჩვენ გავითვალისწინოთ თუ რა უქნა ამ პოლუსებმა ცივი ომის დროს კაცობრიობას და ეს მსოფლიო პოლიტიკაში და ახლა ის ძალა რომელიც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს საქართველოს მიერ, როგორც პატარა ქვეყნის მიერ, ჩვენ უნდა შევხედოთ რას აკეთებს გაერო, ისევ გაეროს 200-მდე სახელმწიფო, ასევე როგორც ხედავთ დღეს საერთაშორისო სამართლის წინაშე ერთნაირად პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც რუსეთს, ასე შეერთებულ შტატებს და ასევე სხვა ნებისმიერ დიდ ქვეყნებს საერთაშორისო სამართლოების წინაშე და სხვადასხვა. შეერთებული შტატების მოდელი ერთ-ერთი კლასიკური მოდელი არის გლობალიზმისთვის, ასე რომ საბჭოთა ინტერნაციონალიზმი მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის, ვთქვათ, რომ დასავლეთის კრახისთვის. არა, ეს არის ერთმანეთის ვიტყოდი შემავსებელი საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალეროვნული ორგანიზაციები, ისინი მუშაობენ ერთად იმისათვის, რომ ბევრ სხვადასხვა ელემენტში მიაღწიონ განვითარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, 1945 წლის შემდგომ საერთაშორისო სისტემა ბევრად უფრო უკეთესია, ჩვენ აღარ გვაქვს ესეთი იმპერიალიზმი, აღარ გვაქვს კოლონიალიზმი, ძალიან ბევრი მახინჯი, ესეთი ვთქვათ, წარსული სისტემები წარსულს ჩაბარდა და ამიტომ ამ სისტემაში ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ლიდერობა იყოს გონივრული, იყოს ფრთხილი, იყოს ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე და მე მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო სამართალში დღეს ძალიან ბევრი სწორედ აი ესეთი მარგალიტებია, რომელიც თუნდაც იგივე იყო იმ სამართალში, რომელიც საბჭოთა ბანაკს ჰქონდა და ასე შემდეგ. ახლა სისტემების დაპირისპირება ეს უკვე არის გაუმართლებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ფაქტია უკრაინის ომი და დარწმუნებული ვარ ხმად, რომ ყველას ინტერესი არის მისი დასრულება. ასე რომ ლოკომოტივი აქ კვლავ და კვლავ უნდა იყოს სწორედ აი ასეთი პრინციპები, რომელიც ისეთ ქვეყნებს გამოადგენთ, როგორიც არის საქართველო. რამდენიმე საკვანძო საკითხი. მათ შორის ძალიან ბევრი ასეთი, იცით, ბუნდოვანებაა, როდესაც მულტიპოლარულობას, მულტიპოლუსობას განსაზღვრავთ ჩვენ და ვაძლევთ მათ დეფინიციაზე.
იმიტომ რომ ის რაც არის ჩვენი შთაგონების წყარო, ყოველთვის ვისწრაფით რომ ჩვენ გქონდეს რაღაცა ზუსტი დეფინიციები. იმისათვის რომ შემდგომ პოლიტიკის წინადადებები ჩამოვაყალიბეთ. მე ვფიქრობ რომ ჩვენ საკმაოდ არ ვითვალისწინებთ პოლიტიკურ კვლევებს, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ რამდენად არარაციონალური არის ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ მივიღეთ და რომელსაც ვიღებთ. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, უпроსტად ესეთი პრეზუმპცია გვაქვს, ვარაუდობთ, რომ ნაციონალობა არის რაღაცა თქვათ რაციონალურ აქტორების გამგებლობაში შედის, მათ ეგიდის ქვეშ არის. ამიტომაც იყო და კვლავ გრძელდება განსაკუთრებით ისეთ პერიოდებში, როდესაც ირაციონალურ მოქმედებებს იწვევდა შიში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ხაზს უსვამთ შიშის როლს პოლიტიკაში, თუნდაც ბოლო პერიოდში და ასევე იგი ითამაშებს მომავალშიც. ამიტომ სახელმწიფოები, რომლებიც შეუერთდნენ ევროპის კავშირს ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც უნდა შეუერთდეთ, ის ბევრი მათგანი იყო ნეიტრალური ქვეყანა მანამდე, სანამ შეუერთდებოდნენ, უბრალოდ ნეიტრალურად უყურებდნენ ამ სიტუაციებს. მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ღონისძიებები არის საჭირო. ჩვენი პოზიცია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნეიტრალიტეტზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის სამიზნე არის რუსეთი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბევრად უფრო ძვირი უჯდება ყველას. რატომ მოქმედებთ ჩვენ ასე? რატომ ვიქცევით ასე არარაციონალურად ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ? ობიექტურად თუ ვიტყვი და მე ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მაინც არის შიში. შიში არის, ანტაგონიზმი არის. მე როცა ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, ის მიზეზები, თქვათ, რატომ მოხდა პრეზიდენტ ტრამპის არჩევნა და ასევე თქვათ იგივე მემარჯვენე პარტიების გაძლიერება ევროპაში, მაგალითად პორტუგალიაში მოვიდნენ, ხო? ძალიან ბევრი არის ალბათ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ბუნდოვანობას მოეღოს ბოლო და შიში არ იყოს დათესილი სახელმწიფოთა შორის და ერთად შორის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, შიში სულ უფრო და უფრო მძაფრდება და იკარგება კონტროლი უკვე იმ მცდელობებზე, იმ მისწრაფებებზე, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამ თვალსაზრისით ალბათ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება უკეთესი წყობა, ხომ? უკეთესი სისტემა. ახალი სამყაროს წყობა, New World Orders, რასაც ეძახიან, წესრიგი, ახალი მსოფლიო წესრიგი, მაგრამ ჩვენ ასე არ შეიძლება მარტივად შევხედოთ, ჩვენ უნდა სიღრმისეულად შევისწავლოთ, რა ალტერნატივები არსებობს და უნდა ვიცოდოთ ზუსტად, რას ნიშნავს მრავალპოლარულობის, მრავალპოლუსობის მნიშვნელობა. ასე რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო გლობალურად შევხედოთ სამხრეთს, განსაკუთრებით ჩინეთს, რუსეთის მხრიდან სწორედაც შევხედოთ. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ძალიან ბევრი ცივილიზაციის გამოცდილება იქნეს აქ გათვალისწინებული. ახლა ჩვენ ასევე უნდა დავიწყოთ შესწავლა მათი პერსპექტივისა, მათი ხედვისა. თუ რა არის პოზიტიური ამ მრავალპოლუსურ მსოფლიო წესრიგში, იმის და ალბათ გვჭირდება უფრო ფართო ანალიზი, რადგან მე მეჩვენება, რომ იგივე დასავლეთში და ასე შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების კოჰორტაში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ასე ამერიკულზე ცენტრირებული ან ევროპაზე ცენტრირებული. ამიტომაც ჩვენ პირველ ყოვლისა უნდა დავძლიოთ ჩვენი საკუთარი შიში და შემდგომ
ალბათ ზოგ ხშირად ჩვენ გონია ხოლმე ვიღაცა მტერია და სინამდვილეში არ არის მტერი, უბრალოდ ჩვენ ხატავთ მათ როგორც მტერს. დიდი მადლობა. მრავალპოლისურობა, მრავალპოლარულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადგა ძალიან საინტერესოდ დღის წესრიგში 1945 წლის მიერ 1945 წლის შემდეგ და თქვენ გახსოვთ როგორ დაიწყო კოლონიების რღვევა უკვე შემდგომ მოგეხსენებათ რომ ჩინეთი პერიოდში იყო კომუნისტური სახელმწიფო და დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მას არ ჰქონდა განვითარების საშუალება. გარდა ამისა, იგი იყო ძალიან ღარიბი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ომი არ გვინდა, რომელიც შეიძლება ეკონომიკით იყოს გამოწვეული და არც არანაირი. ამიტომაც, როდესაც მიდის განვითარება აღმოსავლეთი მიმართულებით, ეს არის მისასალმებელი. რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ განვითარებას, ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონია აშკარა არის აბსოლუტურად და ეს არის დაკავშირებული თქვენთან რა თქმა უნდა. რაც შეეხება ეკონომიკის გარკვეულწილად უკუსულას, ეს შეინიშნება დღეს და ამიტომ მაგალითად იქ უკრაინის არჩევანი იყო და მას უნდოდა რომ გახდარიყო ევროპის კავშირის წევრი, გახდარიყო ნატოს წევრი, მაგრამ დღეს უკრაინა არის ეკონომიკურად განადგურებული ქვეყანა. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკა დღეს ხდება უკვე სულ უფრო და უფრო მამოძრავებელი ძალა და თუკი ქვეყანა არის სტაბილური, თუკი ქვეყანაში არის მშვიდობა, გარკვეულ პერიოდში იგი ეკონომიკურადაც აყვავებული გახდება აუცილებლად, იმიტომ რომ ასეთი არის საერთო განწყობა. რაც შეეხება იგივე მაგალითად, როდესაც ჩვენ ყველამ გავაუქმეთ სიკვდილის ჟილთა კამერები და საერთოდ სიკვდილის დასჯა ძალიან ბევრ ქვეყანაში, ახლა მე ალბათ ყველაზე საუკეთესო რაც შეუძლია საქართველოს გააკეთოს, რომ თავიდან აიცილოს ეს რაღაც ხაფანგები, რომელიც მისი განვითარების გზაზე დგას და უფრო აქტიურად იზრუნოს ეკონომიკის განვითარებაზე. იცით მე რა მინდა გითხრათ, ალბათ ეს ჩვენი დისკუსიისთვის საინტერესოა. ბატონმა ელჩმა მეტლოკმა გუშინ თქვა იმის შესახებ, რომ თუ როგორ მიმდინარეობდა ცივი ომი და რომ ის იყო ილუზორული იდეა საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ილუზორული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 60-იან წლებში, 70-იან წლებში ეს იყო განსაკუთრებით პიკში მისული. მთელი იდეა ის გახლავთ, რომ როცა უნიპოლარულობაზე ვსაუბრობთ ჩვენ, იგი ყოველთვის საბოლოო ჯამშიც ესეც არის ილუზორული. იმიტომ რომ გარკვეულწილად თუკი ჩვენ შევხედავთ საერთაშორისო სისტემას, ჩვენ ხედავთ, რომ ყველაზე ესეთი მთავარი ძალაუფლება, რომელიც სადღაც ქვემოთ არის, ის არის საკმაოდ სტაბილური და ჩვენ ეს უნდა გვესმოდენ. მაგალითად 50-იანი წლების ბოლომდე ყველა სამი ქვეყანა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, ისინი ყველანი უკვე იყვნენ გარკვეულწილად დიდი ძალაუფლებები. ეს მოხდა, აი ესეთი მინდა გითხრათ, მუდამ ხდება რაღაცნაირი ცვლილება ამ აქცენტისა. ერთიდან მეორეზე გადადის, მეორედან მესამე და ასე შემდეგ. აქ იყო ბევრი კრიზისები, მაგალითად ჩინეთს ბევრი ჰქონდა კრიზისი, 60-იან წლებში ჰქონდა, ასევე კულტურული რევოლუციის დროს ჰქონდა, რუსეთს ჰქონდა ძალიან დიდი შიდა კრიზისები 1990-იან წლებში, მაგრამ დროთა განმავლობაში თითოეული მათგანი, რომელიც განიხილება როგორც დიდი ძალაუფლება, ისინი გარკვეულწილად დასტაბილურდნენ და ასე რომ ჩვენ ილუზორული ხედვა არ უნდა გვქონდეს. იმიტომ რომ 90-იან წლებში შევაბოდით, რომ იყო მხოლოდ ერთი დიდი ძალა, რომ ეს იყო შეერთებული შტატები. სად იყო ეს ორი მაშინ? ისინი აქ იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გზა, რომ ჩვენ გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ის დღევანდელი მიმდინარე კრიზისი ევროპაში, ეს არის მცდარი ხედვა, რომ მაგალითად
ვიღაცა უნდა იყოს დიდი ძალაუფლება, ვიღაცა არ უნდა იყოს. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ის მაინც ყველაფრის მიუხედავად, მაინც დიდი ძალაუფლება არის. საერთაშორისო სისტემა ყოველთვის ბევრად უფრო სტაბილურია და მის საფუძველში სხვა რეალობა უდევს, რომელსაც შეიძლება ერთი თვალით ჩვენ ვერ ხედავდეთ. არის გარკვეული ელემენტები, რა თქმა უნდა, ბიპოლარობის, მულტიპოლარობის და გლობალურ სისტემაში ჩვენ ყოველთვის ვგულისხმობთ მრავალფეროვან სისტემებს, რომელიც ყოველთვის არის სხვა და სხვა, ასე ვთქვათ, მოთამაშეთა ხელში. ჩვენ თუ კი გვინდა განმეორდეს 1990-იანი წლების ტრაგედია, მაშინ არ უნდა შევხედოთ ამას ესეთი თვალით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ სხვაებიც გააკეთებენ კომენტარს. ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ დავამატებ მე, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ძალიან ესეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელიც ახლა უბრუნდება. ის რაღაც გარკვეული ისტორიულ წარსულსაც ხო მიაგავს. ასე რომ აი მაგალითად იმისთვის რომ დაბალანსდეს ევროპა, ცდილობა რომ დაბალანსდეს ევროპა, კონტინენტური ომები და ასე შემდეგ. ნაპოლეონის ომი იყო ასე ტოტალურად ხო გასაზღვრული. ის იყო შესანიშნავი დიპლომატი და მე მინდა გითხრათ, რომ მას შეეძლო კარგი ბალანსის დამყარება, მაგრამ რაღაცა აკლდა იქ. როგორც წესი, მინდა გითხრათ, რომ იდეალიზმში ყოველთვის არის გარკვეული ხარისხები. ამიტომ მულტიპოლარობის დროს პატარა ქვეყნებს აქვთ უფრო მეტი შანსი, რომ გადარჩენ, იმიტომ რომ მათ აქვს რაღაც გარკვეული საშუალება დააბალანსონ თავიანთი მიდგომები დიდ ძალაუფლებათა შორის. ამიტომ როგორ შევაფასოთ ჩვენ ეს მდგომარეობა? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მოვიდა 1888, როდესაც მოვიდა რევოლუცია. ხო? ჩვენ ალბათ აი ამ ესეთი ძალიან საინტერესო ცვლილებების წინაშე ვართ. მათ შორის ურთიერთობები ქვეყნებს შორის იცვლება და მინდა დავუბრუნდე იმ პირველ საკითხს, რომელთა ჩვენ დავიწყეთ და დავასრულოთ თქვენი კომენტარით. ვფიქრობ, რომ პრობლემა არის აქ სწორედ იდეალიზმში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავაიგნოროთ ის ფუნდამენტი, რაზედაც დგას ეს საერთაშორისო პოლიტიკა. ახლა ელჩმა მეტლოკმა რაც ბრძანა, იმას მინდა გამოვეხმარო, ჩვენ დიახ არ უნდა მოვახდინოთ დემონიზაცია და არ უნდა მოვეთხოვოთ ვიღაცების მსჯავრდება და ასე შემდეგ. საკვანძო პრობლემა, რომელიც ამ ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ევროპაში, ეს გახდათ საკმაოდ ისეთი ამბიციები, რომელიც ევროპას გაუჩნდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ამიტომ დიახ, ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ ქონოდა ინკლუზიური ევროპული უსაფრთხოების სქემა და მაგალითად ეუთო შეიქმნა მოგეხსენებათ და ესეც იყო მისი ერთ-ერთი მაჩვენებელი. ეს არის აღიარება იმისა, რომ დიახ, რუსეთი არის დიდი და დროთა განმავლობაში დასუსტება და ასე შემდეგ. მაგრამ უსაფრთხოება, როგორც წესი, უსაფრთხოება სჭირდება თავიდან აცილება რისკებისა, ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა ჰეგემონური მოდელები შევქმნათ. ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მაგალითად ვთქვათ ევროპამ და დასავლეთის ზოგმა ქვეყნამ გადაწყვიტა რუსეთის იზოლირება. ამიტომაც ჰეგემონური მიდგომები ასეთ შემთხვევაში და განსაკუთრებით ამ ეპოქაში არ არის გამართლებული, განსაკუთრებით რაიმე ბრუტალური პოლიტიკა. მოგეხსენებათ, რომ ჰეგემონია ახდენს ხოლმე ლეგიტიმაციას სენსიტიური თემების მიმართ, როგორც არის ნაციონალიზმი და სხვადასხვა. ამიტომ ერთი ცენტრალური ძალაუფლება, როცა არსებობს,
და ასევე სხვათა შორის იყო ასეთი ამერიკის შეერთებული შტატებით ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი და ესეთი ცნება, რასაც ჩვენ კოლექტიურ დასავლეთს ვეძახით. აუცილებელი არის გავითვალისწინოთ ის მოქმედებები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა. მაგალითად 2014 წელს უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერდა ნატოში გაწევრიანებას, რასაც მოყვა შემდგომ მაიდანი, ასე რომ ალბათ საქართველოშიც მაგალითად არ არის საკმარისი რომ იყოს მაგალითად თუ არ იქნება ევროპული სულაც არ არის აუცილებელი იყოს რუსული ან პირიქით რაღაცა იყოს ანტირუსული მაინდა-მაინც თუ კი უნდა რომ იყოს ევროპული multipolaruloba, multipolusობა ეს არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი და რა თქმა უნდა რაღაცა რომელიმე დიდი სახელმწიფოსი სუპერ სახელმწიფოს უსაფრთხოების შერყევა საკმაოდ სახიფათო საკითხია მე ვიტყოდი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა კლასმა ჩათვალა რომ ეს საერთაშორისო სისტემა უნდა იყოს ლიბერალურ ჰეგემონიაზე დაფუძნებული ძირითადად ეს შეერთებული შტატების ლიბერალიზმზე და დიახ მე ვფიქრობ რომ ლიბერალიზმი როგორც ხედავთ იკლებს ამერიკას სხვა მხარეს მიდის ახლა ჩნდება უკვე ახალი გამყოფი ხაზები, ახალი მილიტარისტული მიმდინარეობები, ასე რომ როგორც ბატონმა პროფესორმა ბრძანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მივაქციოთ ყურადღება რომ ის რაც ხდება არ არის აუცილებელი ყველაფერი იყოს რაციონალური მაგალითად როდესაც მიდის კლება ჰეგემონიისა ჩვენ უნდა შევხედოთ თუ რაოდენ დიდი დარწმუნება გვჭირდება ჩვენ რომ ვისაუბროთ ალტერნატივებზე ვისაუბროთ თქვენ მაგალითად აქ შემოდის გემბლინგი ბევრი ისეთი მომენტები რომლებიც საკმაოდ სახიფათოა ძალიან დიდი მადლობა დიდი პატივია ჩემთვის რომ ვიყო თქვენთან ამ პანელზე დიდი მადლობა ყველა თქვენგანს რომ ჩვენი ლამაზ ქალაქს თბილისს ეწვიეთ მე თქვენის ნებართვით ქართულად გავაგრძელებ და ვისაც სჭირდება თარგმნა გთხოვთ რომ გაიკეთოთ ყურსასმენები პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია გამოსვლელი პანელისტები რომლებიც საუბრობენ multipolarul სამყაროზე საუბრობენ იმაზე რომ ჩვენ have to go to another channel English one გადაწყვეტილებები რომ არ ავყევით დაუშვათ იმ ისტერიკას რომელიც 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო და ჩვენი გზა ვიპოვეთ და ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტები გაცლებთ რომ ძლიერი გამოდგა ვიდრე სხვა ქვეყნების ამ შემთხვევაში მე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს მოსახლეობას იმისათვის რომ აი ამ გზაზე რომელზეც ეხლა რომელსაც ჩვენ ვადგავართ ასაც თქვია უფრო სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზა რომელიც არის ყველაზე სწორი პატარა ქვეყნებისთვის და როგორც ხედავთ თქვენ ამ პანელზე გამოსვლილი ადამიანების ძირითადად წარმოადგენენ ძალიან სერიოზულ აკადემიურ ბექგრაუნდი აქვთ და მათ ისინი იკვლევენ ამ საკითხებს და ჩათვალეთ რომ ეს ხალხი წარმოადგენს თანამედროვე ამერიკულ და ევროპულ აკადემიას მათ ძალიან კარგად ესმით რომ ეს სწორი გზა იყო მაგრამ ძალიან რთული იყო განსახორციელებლად პირველ რიგში რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც სახელმწიფოსთვის ამ მულტიპოლარულ სამყაროში გადასარჩენად და სწორად სვლისთვის არის ის რომ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ბოლომდე სუვერენიტეტი და მე გილოცავთ რომ 5 წლის წინ ამ დისკუსიის წარმართვა თბილისში იქნება შეუძლებელი ეს იქნებოდა აბსოლუტურად რადიკალური და ჩვენ დამოუკიდებლობაზე საუბარი ამის უფლება ჩვენ არ გვქონდა დღეს ჩვენ ამის უფლება მოვიპოვეთ და ამის უფლება რომ მოვიპოვეთ ეს იმას ნიშნავს რომ პირველი ნაბიჯი გადავდგით იმისათვის რომ ჩვენ ვიპოვოთ რაციონალური და სწორი გზები ჩვენს სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად ეს ერთი
და მეორე ძალიან სწორად აღინიშნა აქაც და მე კიდევ ერთხელ მინდა დავეთანხმო რომ იცით რა ანუ ჩვენ როდესაც თეორიებში შევდივართ უნიპოლარული სამყაროდან მულტიპოლარულზე გადასვლა რაც იმას ნიშნავს რომ ერთი ამერიკის შეერთებული შტატები როცა იყო თავარი ჰეგემონი სამყაროში და დღეს უკვე სამია და შეიძლება უფრო მეტიც იმიტომ რომ რეგიონალური ძლიერი ძალებიც არსებობენ მაგრამ თურქეთი არ არის ისეთი ძალა რომელსაც არ შეიძლება არ მიიღო მხედველობაში ჩვენს კონტექსტში განსაკუთრებით ირანი თავისთავად ხადია. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ჩვენი პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლობისკენ, სუვერენიტეტისკენ ჩვენ საშუალებას გვაძლევს რომ ერთი მხრივ არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და მეორე მხრივ ჩვენი ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე ვიფიქროთ იმაზე როგორ წავიდეთ წინ, იმიტომ რომ ჩვენ ტყვეობაში ვცხოვრობდით ჩვენ ცხოვრობთ სიყალბეში მთელი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ეს იყო ყალბი დაპირებები, რომ საქართველოს გახდებოდა ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი, ჩემი განმოსახედიდან თავიდანვე. შეიძლება მე უფრო რეალისტური გახდა, მაგრამ დღეის განმოსახედიდან ძალიან რთულია ამაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ხალხს ძალიან უნდოდა ამ გზით სვლა, ამ სიყალბიდან თავარი გამოფხიზლების ასე ვთქვათ პირველი ზარები ზუსტად დღეს ირეკება რა და დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ რომ გაიხსნა დისკუსია და ამ დისკუსიას რომელსაც ჩვენ დღეს აქ ვისმენთ არის პირველი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისა რომ უფრო ადეკვატური იყოს და კარგად გაიაზროს რეალობა რომელშიც არის მათ შორის ისტორიული კონტექსტით. დიდი მადლობა. ჩვენ რამოდენიმე წუთში უნდა შემოგვიერთეს პოლკოვნიკი ვილკერსონი, ბატონი ვილკერსონი, ლერი ვილკერსონი იყო Colin Powell is chief of staff. Mr. Wilkerson will be joining us in a few minutes. If I put these numbers together, ის უნდა შემოგვიერთეს ჩვენ რამდენიმე წუთში, მაშინ ესე იგი შემეშალა. მაგრამ ამავდროულად არ არის შემოსულიო ჯერ ხაზზე. So let's do this, James, while we're waiting for სანამ ველოდებით ბატონ პოლკოვნიკს ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. აი მაგალითად შეგვიძლია რუსულ-უკრაინულ კონფლიქტზე. And also I would like to cover the Megobari Act in Washington DC that is being proposed. If you all don't mind. But let's see what the implications of the Russia's invasion of Ukraine is and where you all think this thing is going to head. Is it going to be over? We all know what Russia has done. We all know Russia is winning. What about Ukraine? And clearly negotiations have not resulted in any positive results for the United States president, and it seems like it has to be decided with war and military. It's going to be a military solution, basically. So I can start with you again, Professor. I admit that I'm somewhat mystified as to why anyone anywhere would think that the Trump administration could negotiate an early end to the Ukraine war. Trump came into office for the second time promising that he would end the Ukraine war in 24 hours. That, of course, didn't happen. He adopted Russian talking points. He suspended intelligence cooperation and held up transfers of military equipment to Ukraine and pressured Zelensky into negotiating with Russia from a position of relative weakness. And surprise, 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 Vladimir Putin is reluctant to agree to a permanent ceasefire in a war that he is winning. So I admit to being completely mystified as to why anyone other than Donald Trump would think that the United States could negotiate an early end to this war from a position of relative weakness. This war is going to continue. It's going to continue for some time. And it's going to be enormously costly for the Ukrainians.
It comes at a very bad time for the Europeans because the United States has basically indicated that it is moving away from the maximalist position of the Biden administration in supporting Ukraine for as long as it takes toward a more conditional, some would say mercurial, approach to the war, which has created tremendous uncertainty. The one positive externality I could see from this is that it has shocked at least some European states, Germany, Britain, France, Poland, into thinking seriously about, oh gee, since we have systematically underfunded our military establishments for 30 years and become wholly dependent on the United States, which is actually what the United States wanted and enabled. And since the United States is no longer willing to play the role that we had assumed they would continue to play forever, how can we provide security for ourselves? Alluding to my colleague in the far end, his remark, I'm sorry, the one next to you, I'm sorry, the gentleman next to you from the Foreign and Commonwealth Office, since these were political decisions undertaken by European capitals in the 1990s to slash defense spending and to rely exclusively on the United States as the guarantor of the continent's security, now they're faced with the reality that, gee, Russia is resurgent and revanchist, and we do not have the means to defend ourselves, and our industries do not or cannot produce the weapons which we need to do so. So at least, the one positive externality of this whole very tumultuous 6-month period has been to force some difficult conversations in some European capitals, which in my view ought to have taken place a long time ago. Whether or not that amounts to anything remains to be seen. And I'm going to pass the microphone at this point. Okay, I think I'm being told that Colonel, thank you so much for that, Professor. I'm being told that Colonel Wilkerson is on, but Ian, would you like to make a quick comment before he, Yeah, NATO spends 53% of total global military spending. How much more do you want Europe to spend on defense rather than suing for peace? I'm a bit fed up of Americans coming over to Europe and telling us about how we're screwing things up, when actually this war was started by the Americans. So with the greatest respect, I couldn't disagree with your talking points any more than I do now. Welcome to Georgia, welcome to Tbilisi, welcome to the forum. Good to be with you. I was listening to the previous comments with the questioner. I think I totally agree. We are getting a little rowdy here, but this is good. That's why we're here. So the floor is yours. We cannot wait to hear what you have to say. And we have about, James, would you say 10, 15 minutes? That's fine. James, would 10, 15 minutes for the comments, perhaps? Yeah. Okay, let's do that. We've got about 15 minutes or so. And then we can do Q&A with the audience. That's fine with me. I haven't been privy to the day's discussions to this point. I know it's quite late in Tbilisi. I heard the last question, the comment. Would you prefer I focus on the Ukraine conflict or a broader geopolitical landscape? You can start with the Ukraine conflict, sure. Give us sort of dynamics, background, reasoning, and yeah, sure, we can do Ukraine conflict. Okay. Yeah. Well, it's very much on most of our minds who care, and I say there's a paucity of those people in this country now, as the question might have sort of implied earlier. It is right at the front of those of us who are very concerned about either the war in Southwest Asia, with Bibi Netanyahu being the instrument there, and Iran being the ingredient we're worried about, and Bibi's nuclear stockpile. It is the situation most likely to produce the kind of Holocaust some of us have been talking about with regard to the use of nuclear weapons. And let me back up and say why I say that. You may have had a lot of comments on this, I suspect you have, but what happened with the latest brouhaha, and that's a complimentary term, the latest disaster in the March to Folly
is tantamount to, for example, a submarine surfacing off of the Atlantic coast of my country or Pacific coast or in the Gulf and firing missiles at Minot Air Force Base in North Dakota or Barksdale Air Force Base in Louisiana, or indeed Whiteman Air Force Base in Missouri where the B-2s are. Because that's essentially what this strike on Ukraine, Ukraine perpetrated by Ukraine with U.S. complicity and British complicity maximally, and Mossad, that's what it did. It essentially violated the START Treaty even, which is the only vestige of nuclear weapons arms control we have left, and it expires in February, and I can't imagine that Vladimir Putin, although he's prudent and circumspect and might surprise me, would want to renew it. It's a violation of that treaty in every respect, because that treaty requires you to keep your nuclear capable bombers above ground and in visible sight, as did the Open Skies Treaty. So this was an egregious act by Ukraine, and from everything I've heard from my own government and from inside the cells I still talk to, we were in it. We were in it. Now, there is some question as to whether or not, and this was implied in the question earlier too, Donald Trump knew anything about it. And my guess is it's 50-50 whether he knew anything about it. And then I would say it's even worse odds that he knew anything about the details and the potential consequences. This was a very stupid thing to do. And if it really was in 18 months of planning, it was even dumber than I'm imagining, that we had all that time to deal with it and to stop it and did not. Kind of like the strike, apparently similar strike, blessed by our intelligence agencies and Mossad and MI6 to try and kill Putin. These are really dumb acts and indicative of the fact that I think not President Trump's mercurial nature or his inability to do this or do that in any particular way, or with regard to Ukraine, Gaza, Iran, or whatever, but the fact that he doesn't know what's going on underneath him. And that's doubly dangerous. I've been in an administration. I've been in 2 administrations where many times the intelligence communities did things that the leaders didn't know they were doing. And I think that's happening here. They're operating on a sheet of music given them during the Biden administration principally, but even before that, and they haven't stopped. So that's a very dangerous thing, and we think, the community I deal with most frequently, thinks that Putin is going to be, again, prudent and circumspect. He will not use a nuclear weapon, but we do think that his response is going to be utterly devastating. We are hoping that the response is contained to Ukraine and doesn't venture out into places, for example, like London or maybe Warsaw, because he is in his right in terms of what we judge as the laws of land warfare, international law, whatever you want to pick. He's absolutely right to have reason and justification to respond in a very serious and devastating way. And we think he will. We think he will contain it to Ukraine. I suspect Kyiv may largely disappear in some areas. I think Zelensky will be targeted. I think his whole party will be targeted. And I think we'll have a major escalation, if you will, in this conflict. We're all of a mind, and we hope that this major escalation that Putin will wreak upon Ukraine will be a sobering item in the march to folly, as one writer has called it, echoing Barbara Tuchman in her book about World War I and how we got there. And I would also echo her thought about the wooden-headedness of leaders. Maybe we don't even have any wooden-headedness in these leaders because they have no brains. But there is an operational group beneath Donald Trump and around Donald Trump that I don't think he knows anything about. Just this morning, stories broke that he had fired a number of the, shall we call them, Israeli-centric members of his Security Council and elsewhere. About time, I would say. Why did they even hire these dual citizens in the first place? But that might mean that he's awakening to the fact that he has a lot of people around him, under him, in the National Security Council, advising the National Security Council,
in other cabinet positions, advising the members of those cabinets, might not be the head person, but it might be the deputy or someone beneath that, who are not operating on the same sheet of music he is, even if we think he has a sheet of music at all. That's very dangerous, and with this kind of president, it's extremely dangerous. So right now, Ukraine is one ingredient in a panoply of geostrategic errors that the United States has been making since 9/11, really, since the attack on the United States on September 11th, 2001. And I have seen many of them up close and personal. I've seen them with respect to North Korea. I've seen them in almost legion form with respect to China. We just had a good conversation about what it means for Trump, for example, to be not just going back to ballistic missile defense in a way that's egregious and harmful to the maximum, but going back at it in a way that's just absolutely stupid. This Golden Dome business, from a technical point of view, will waste trillions of dollars. It will reward defense contractors, probably no one else. And as missile defense has a habit of doing, it will change a lot of people's views, if they need changing now, of the United States and its nuclear posture. I listened to a very detailed disquisition from a number of people, but I identified it especially because I was one of the first people, back up a little bit, I've been going to China since 1984. And in 2000, 2001, 2002, I spent quite a bit of time in China. And I actually got close to the Central Party School, where they really do a lot of their strategic thinking. And this person was one of the few who had been invited into actual briefings there, and actual briefings by the people who were responsible for China's nuclear program. And it's stunning how we caused China to completely reverse its basic doctrine on nuclear weapons. The results of which now are a build out in conjunction with Russia helping to rival Russia's stockpile and our stockpile. This is unbelievable that we would allow this to happen, and now we're just reinforcing it with this Golden Dome idea, and at the same time reinforcing the incredible fiscal straits, fiscal as in we're broke, straits of the United States of America. Look at the bond market if you want to see the best indicator of the disaster that looms from this country, which has $50 trillion in aggregate debt in just a year or two, and is now paying $1 trillion U.S. interest payments on that debt. And in the next 5 to 6 years, that will double. We'll be paying $2 trillion on the interest payments. And a large portion of that interest payment and that debt is because of the military-industrial complex and all the money we've been spending on these wars. So this is a very dicey time, not just for America, which it is in spades, but it's a very dicey time for the world because of the empire's delinquence, because of its lack of good leadership, and because of its pursuit of things that are not in the interest of its own people, and certainly not in the interest of the world. And Ukraine stands out as really what it is, a war between Washington and Moscow, with Ukraine bleeding and dying as the proxy, doing most of the fighting on our side. That's a disaster. And just to bring it into Georgia, you are poised in a position in the world where this great movement of every element of state power and power in general, whether it be military, economic, trade, cultural, intelligence, informational, you name the element of state power, it's moving. It's moving inexorably away from the West and toward the East. Just look at the world population. 1 in 5 is an Indian, 1 in 5 is Chinese, 3 in 5, almost 4 in 5 is Asian. That's where the money's going, that's where the power's going. And the empire, my empire, is trying to arrest that momentum, and it's impossible to do. We need to accommodate that momentum. And by and large, we also, and Georgia included in this, we also need to tackle the two problems that confront the world with glaring existentiality. And that is nuclear weapons with no treaties. START is gone in February. That'll be the end. And the climate crisis.
which we are paying in this country little heed to, really, except in the market. And I have some hope there that the marketplace may drive us to where we have to pay more heed and we have to do something about it. But we can't tackle either of these existential challenges without comity, cooperation, and collaboration. Not this kind of world we have right now where the empire tries to stop everybody that even looks like it wants to challenge it with sanctions or military power, or both. Look forward to your questions. So we got about 10 minutes or so, and please feel free to ask questions, engage while we have Colonel Wilkerson online, and we'll be happy to, yeah. Well, first of all, I think I owe huge thanks. We all owe huge thanks to the organizers of today's event for the energy, for the huge work that they have invested in arranging this very successful forum, and especially for convening this, I would say, all-star panel. It's a real privilege to have an opportunity to hear from a constellation of top-notch experts and public figures about the events that unfold on the global arena and that have direct bearing on the events that we witness in our country. So since we have touched upon the notion of multipolarity, I would like to, my question would be, what is your notion of multipolarity? When we are talking about the multipolar world, do you mean that the world will be separated between different regional hegemons with their spheres of influence? Or do you mean that there will be no spheres of influence in any parts of the world, and in any region, including in ours, there will be several actors that should be factored in, that should be taken into account, and who will somehow try to balance their interests? And if you share the second notion of multipolarity, then I would like, then my second question would be how the political landscape of our region will look like. Which political forces will try to have an influence in our region, and how they will balance their interests here. Thank you. Okay, great. Thank you so much. Let's just start from you, Alexander, if you'd like to take that on. I'm not telling you to, but... Right. Yeah. Right. Well, shortly after Donald Trump actually became president on the Duran, we did a program very early on in which we said that we thought that there were people within Trump's circle, and perhaps even Trump himself, who were thinking of a world of great powers retreating behind spheres of influence. Now, I absolutely hope that is not what happens. I think that would be reproducing many of the problems that we have today, with unipolarity, whatever that was. That, in effect, as far as I'm concerned, was an attempt to extend an American sphere of influence to its extreme levels. I think that the world is too complicated, it is too diverse. I think trying to impose a sphere of influence strategy would simply create a massive amount of further conflict. What I think a multipolar system is, or should be, or I would like to see, is a system where obviously you're going to have a constellation of great powers which will have a degree of influence over, the shaping of events and a particular responsibility for them, but one in which other voices of countries like Georgia, are paid attention to. Going back to some of the things Richard Sakwa has been saying, something very similar to the idea that underpinned the United Nations when it was first established directly after the Second World War. So you had the great powers in the Security Council, but they were balanced by the General Assembly, and there's the UN Charter, and all of those things. Now, I hope
that is the direction we are going to go. I'm afraid there are always going to be people who have temptations within the great powers to think of spheres of influence. I think that would be a tragic mistake, but we'll just have to see. I think that more likely it will be the more cooperative structure, but if I was to say there was no danger of the second, well, I would be probably saying more than I know. Thank you. Because I got to run. First of all, I'd like to say I'd like to hire that lady to be my spokesperson. There you go. Second, I don't think it's a multipolar world. We can facilitate that, no problem. Okay. I don't like the term multipolar. It depicts this. It's a multinodal world. Now, the United States might look at it as a multipolar world because it can knock down poles, and that's the only attitude the United States has now. Sanction those poles or hit them with military power or both. Multinodal is a different suggestion, and I think that is far more accurate, an appraisal, if you will, of the future as it develops, if it develops in any way, fashion, or form, conducive to the continuation of the human race. And those nodes are all going to be connected, and they're going to be connected as they were in the past by trade and economics and finance and other things. And we're going to come up with new mechanisms, inevitably, to govern and to control and to make those things as productive for the human race as possible. And I think the idea of a concert of powers, and we can all pick the powers, get down to the bottom, if you will, we might be arguing over one or two, but the concert of powers are going to have to concentrate on the two challenges that I just suggested. The climate crisis, which is going to eat all our lunches from the Caucasus to California, and nuclear weapons, which are out of control now we're back in a nuclear arms race with no treaties whatsoever. We, the empire, destroyed every treaty. And as I said, I think we are destroying the New START treaty, which lapses in February of 26. So that's my appreciation of this world in its best format. Now, it could deteriorate majorly for any number of reasons, but if the United States, if the empire were to find an off-ramp like, for example, after 56, the British Empire, with some great pain found and some urging from runs on the pound in the IMF and such. And if we can find a structure to support this multinodal world, not necessarily different from the one just suggested, I think we would have a much brighter future than otherwise, because otherwise we are going to have poles and they're all going to be fighting one another. And the pole that's going to, as one person in Cuba once said to me, thrash a lot of grass as it dies, is going to be the empire, the American empire. On that note, thank you so much for being with us. If you have a few minutes, please feel free to stay. If not, I would like to also give this to our colleague and the panelist. We just collected, okay. So I'm being told that it's basically over, right? We don't have, collect some questions? Okay. Bryce, why don't you start real quick, what do you wanted to say? I'll be quick. My question was mainly focused on your comment about the positive developments of Trump policy being an increase in European defense spending. I'm curious about why you think that's a positive development, for one, and what threat you think Europe is facing, and also what threat you think, or whether or not you think that extends to Georgia as well. So Professor Talaferro, right, you mean? Yes, okay. Very briefly, it's a positive development in that Europe faces an immediate threat from Russia, from a militarily adventurous Russia. And the reality is that Ukraine is a front line for the states of Central Europe and Eastern Europe against a revanchist Russia. It is also a threat to the United States, but a much lesser threat to the United States by virtue of geography. So the fact that, yes, the Ukraine war is a proxy conflict between the United States and Russia, that's undeniable. But the reality is that
Europe is on the front line of that proxy conflict. Russia has the capabilities. Now, whether or not Putin has the intent to attack Poland or to attack other states in what used to be the Eastern Bloc or further afield is debatable, because intentions are very difficult to discern, and I'm not about to discern his intentions here. But that's my brief answer to your question in the short time that we have remaining. Okay. Very quick comment on the intent. A long time ago, we had a debate with it was a Quincy Institute and Fletcher. We did a wonderful webinar, and one of the students from Georgia was saying things along the lines of the current Georgian government intends to be pro-Russian or something with Russia. And I just remembered it. How can you define intent? First of all, even in the legal world, it's extremely difficult to do. And then based on intent, they were trying to So yeah, the intent, definition of intent is pretty blurry. Okay. So, please. No. Hello. First of all, I would like to sincerely thank the organizers of this forum and each of the panelists for such a high level and deeply thoughtful discussions. I think that such debates are essential for countries' development, and I'm honored to be here to hear your thoughts, your ideas, your thoughts about countries' development in nowadays in the global world. First of all, I'm reminded of a quote by Samuel Huntington that, in my view, perfectly captures the strategic dilemma small states often face. Small states often are forced to choose between identity and survival. But true strategy lies in merging these two. And I agree with this opinion without any doubt. And in this context, my question is, how can Georgia, such a small and developing country, simultaneously preserve its sovereignty, also geopolitical flexibility and civilizational strategy, civilizational choice in such a multipolar world without becoming without a passive arena for great powers rivalry? Thank you in advance. Well, actually, let's just gather up the questions before we. Okay. Yes. Ladies first. Sorry. Thank you very much. Thank you to Lasha and all the organizers from myself as well. My name is Shorana Shavardashvili. I'm a former journalist and media person and publisher now, and I'm also a Tufts alumni, so I'm very happy to see to see this great panel. So quick question, kind of following up on that. Georgia desperately needs a new foreign policy doctrine, given all the circumstances and the changing context and the geopolitics. It's extremely hard to formulate within the country because a discussion like this, even a couple of years ago, even before 2022, would be absolutely impossible because it would be just tagged as pro-Russian and just, I don't know, it would raise all the red flags everywhere. It's kind of, we're still there. Unfortunately, the public discourse and the public discourse has not really evolved within the country. But what would be your recommendation? There was a talk about 3+3 format as a security formula, also the talk of political neutrality. What would be your recommendations and your remarks? Matthew, real quick, Thank you very much. Thank you so much. Okay, I think my question does fit in with the previous ones. Lasha mentioned earlier about return to realism, that the West, Europe and America, are not very driven by realism. Although we know that the Blinken-Biden administration was constrained by realism in the way that they conducted the support of Ukraine in the war. So whatever form of realism was dominant in Washington up until Trump came into office, wedded to the pursuit or maintenance of global hegemony. The question is, what other kind of realism is needed in America? What kind of realism is in Europe? And if we turn to Russia, China, India, and Turkey, what kind of realism do you think they subscribe to or will subscribe to? Will it be even similar, or will they revert to their own hegemonic ambitions? So I just wonder if we could talk about realism. Okay, so one more right there. Okay, please. Just briefly, and this tags on to a question that was raised earlier about
formulating a concept for Georgian foreign policy and the 3+3 format. The big elephant in the room, of course, for Georgian peace is that Georgia has two unresolved conflicts in Abkhazia and South Ossetia. And as Jeff pointed out, Russia remains a very capable power despite losing some influence in the post-Soviet space, perhaps as a result of the war in Ukraine. So my question is, how can Georgia have an amicable relationship with Russia and peacefully resolve the conflicts in Abkhazia and South Ossetia? And Colonel Wilkinson, I agree that climate change and nuclear weapons are an existential risk, but I should add there are other emerging technologies that pose perhaps even greater existential risks. The development of artificial intelligence, quantum computing, biological threats, militarization of outer space. So how can the international community even get a grip on everything that may destroy our world? Thank you. Okay. Yes, please, just final question there. Thank you very much for this insightful comments. I'm Revaz Karanadze. I'm actually Georgian political economist. I'm also very thankful to the organizers because it really was impossible to organize such kind of event several years ago because we would be actually told that because there's a hegemonic understanding of how we must develop in this country. And anyways, when I would like to challenge the comment that was said in this panel that there is somehow a return to realism in the US foreign politics, but wasn't US always pursuing the realist foreign politics because this international... I'm sorry, could you repeat that? Was the US what again? Pursuing always the realist politics because this liberalism and international rules-based order was a tool in order to further its imperialistic influence, and this international liberal order was always changed when it suited the US because we remember how, because of the resources, the United States and its vassals like the United Kingdom intervened and invaded Iraq by violating international law. And we also see that this talk about the human rights and the democracy is not always there. We see when it fits to the US, it will overthrow the I will finish it, please. Yeah. It will overthrow the governments like we saw in Pakistan when Imran Khan's government was overthrown and where there was an undemocratic elections and US supported it. And US is continuing, even it doesn't matter, it's democratic government or the Republican, they support the genocide of the Palestinian people and must be acknowledged. Yeah. But when it comes to Georgia, we always talk about power, but how are we going to challenge this power if Georgia remains committed to pursuing the reforms of the organizations like the IMF, like the World Bank, that are dominated by the US imperialist politics? How can we find sovereignty in this if we are going to follow them in every step of the way? Oh, that's an excellent question, excellent point. Okay, so we're going to start with the first, the young lady who asked the question about where Georgia is, correct, in this multipolar world, if I remember correctly, what role, okay? And then remind us briefly your question. Yes. And then how in the power play, the last question, Georgia is going to survive, the US continues to support this sort of less than honest foreign policy, if you will. Okay, let's get started real quick. The solution to all your problems is, wait for it, neutrality. But neutrality is actually a very complex approach, and it can be applied strategically. It has a diplomatic dimension, it has a security dimension, it has a financial dimension. I'm really not the one to tell you about it, but I would recommend the writings of Pascal Lotas, Austrian-Swiss researcher who lives in Japan and has a interesting podcast and writings about called Neutrality Studies. And he goes into great lengths about the various examples. I was at a conference in Kyoto
last year, devoted to neutrality. And there were many interesting speakers there. One of the most interesting, who spoke from personal experience, was the former foreign minister of Malta. And he gave myriad examples of how a small country was able to fight against British dominance of Malta, eventually extricate itself from the British military embrace there, and to pursue an independent course in its own foreign policy. So I think there are a lot of interesting examples to look at, and I think if you carry or make neutrality the foreign policy banner or slogan, if you will, of Georgia in the region, as a regional carrier of the values of neutrality, maybe a lot of something good would come from it. Excellent. Yeah. I just wanted to say very briefly that whenever we're talking about any foreign policy doctrine, people all automatically want to jump straight to the solution. What is the format, that we want? What is a particular approach? But a good place to start is to think about the core strategic interests of your country. What is it that you want the foreign policy to achieve? Any country around the world may describe it in different ways, but they all share three common strategic interests. One, they want prosperity for their people. Two, they want their people to be safe. And three, they want to protect their territorial integrity. Start from those, and then think about the context in which you operate, and then use those to guide you in figuring out what your doctrine should be. Thank you. Richard? If I could build on that, I think that to go to the big picture, I mean, Nikolai talks about neutrality. At the same time, we're talking about what model, what system of European peace order or security order we can establish. So, and that comes to the question at the back, realism or whatever. It's, in other words, for us, facing us, in our continent, European continent, of which Georgia is, despite what Jeffrey Sachs said yesterday, is an integral part of our continent, that we Europeans need to start working together. And one of the first steps would be, and I don't say this in an antagonistic manner, is to de-Americanize our security policy. This means it has to become post-American, not, and I stress, not anti-American by any means. We work with the United States, but we de-Americanize it. We have been enthralled to that security order for 80 years. We had an opportunity 40 years ago, as Ambassador Matlock has been pointing out, to establish a new peace order in which everybody emerges as the winner. No one won the Cold War. We all won the Cold War as establishing the possibility of a positive peace. How can we do this? We don't have time to go into detail. I'll just say one thing, and that is we should learn humbly and modestly from our friends and colleagues in the ASEAN states. Now, ASEAN is a model. In the 10 basic states in the ASEAN, Association for Southeast Asian Nations, some are communist, some are capitalist, some are big, some are small. Small, like Singapore. Yet, the spirit of ASEAN, they work together consciously in the concept, my concept, which I put to them, is comity, C-O-M-I-T-Y. The spirit of cooperation, working together, overcoming difficulties through dialogue and diplomacy. We Europeans have forgotten how to do diplomacy, forgotten how to do dialogue. We've established certain hegemonic models, and we need to break out of it. And we need to have a European policy, which isn't simply to repeat the mistakes and militarize and spend. We cannot spend our way out of a security dilemma. We need to negotiate our way out of it, as we did at the end of the First Cold War. Yes. This is absolutely, okay, this is quite new actually, right? Special relationship, offshore balancing with UK, take care of all the European problems whenever United States, whenever you guys couldn't, that US could interfere, right? These concepts exist, right, Professor? So now we're thinking
separation from that and sort of doing something autonomously, strategic autonomy on the European continent. But real quickly, I want to make a comment on RX 3+3. If you guys want to think about 3+3, I want to do 3+3+2, and that's the concept that rector, the Sukhumi State University's rectors have been promoting actually for a long, long time. Mr. Khonelidze, you probably all know him. So 3+3, we all know the countries involved, obviously, but that concept plus 2 is very much within the idea of not separating ourselves or not excluding ourselves from the West, while 2 would be sort of the European Union and the United States getting involved, but not in the shape and form that they have been so far, but in terms of participating in geoeconomic, and respecting sort of geopolitical, regional geopolitics, if you will, and balance of power. Alexander, you had, yeah. I just wanted to say something very, very briefly, and I think that in some respects, we've been a little bit lopsided in this discussion because we've been talking a lot about great powers and what they do. And I think that might give the impression that all the key and important decisions are made by great powers. That isn't true at all. There is an international community. Small powers, if I can call them that, are far more powerful today relative to the great powers than they have been at any time in modern history. We are not talking about the kind of situation, for example, that existed in the 1940s when, the Red Army could just march into Eastern Europe and establish, socialist states there, or when the colonial empires were expanding or doing those sort of things. We have structures of international law, not always respected at all, but they are there, and they speak out. We have regional associations like ASEAN. I'm not here to advise Georgia about its foreign policy, which is something the Georgians must decide. But I think that you should approach this change in the world with confidence rather than fear, because there are an awful lot more levers that you can pull, and you have an awful lot more cards to play with than we have ever had in the international system before and up to now. Thank you. I think this is it for now, correct? For this? Okay. Thank you all very much. We appreciate your questions, and I think it was a lively discussion. Thank you.